2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. აუტიზმის სპექტრზე დღეს არაერთი წარმოდგენა არსებობს. მაგალითად ის, რომ რუტინული ვაქცინაცია ან ორსულობისას მიღებული მედიკამენტები, როგორიცაა სიცხის დამწევი აცეტამინოფენი, ზრდის ამ აღშლობის რისკს. თუმცა ფაქტია, დღესდღეობით აუტისტური სპექტრის შემთხვევები საგრძნობლად გაზრდილია. ჩვენ გვინდა სპეკულაციების ნაცვლად სამეცნიერო ფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბროთ აუტიზმის შესახებ, რაშიც აგვეხმარება ჩვენი დღევანდელი სტუმარი, მედიცინის დოქტორი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი და მენტალური ცენტრი გამას კლინიკური დირექტორი მედია ზირაქიშვილი. მოგესალმებით. დიდი მადლობა გესწრებათ და ამ საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრებით, რომელიც ბევრ სპეკულაციას წარმოშობს ნამდვილად. ჩვენი პირველი კითხვა არის სწორედ დიაგნოსტიკაზე. ბოლო წლებში ნამდვილად ჩანს მზარდი ტენდენცია. თუმცა რამ განაპირობა ის, რომ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით დიაგნოსტირებულ აუტიზმის შემთხვევებს? არის ეს ჩვენი ცხოვრების სტილის შედეგი თუ უბრალოდ უკეთესი დიაგნოსტირება? საქართველოში ჩვენ გავაკეთეთ პირველი ესეთი პილოტური ეპიდემიოლოგიური კვლევა და ეს იყო დაახლოებით 2009 წლისთვის 100-ში ერთ პარს ჰქონდა აუტიზმის სპექტრის საშლილობა. დღესდღეობით მაგალითად მისი პრევალენტობა საკმაოდ მაღალია. და მისი ნათელი დასტური არის სულ ახლახან დასრულებული ასევე საქართველოში ჩვენს მიერ შესრულებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, სადაც 4.25%-ია აუტიზმის გავრცელება საქართველოში, რომელიც დაახლოებით იგივეა, რაც მთელ მსოფლიოში, თუმცა შედარებით მაღალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ჩვენ თუ ჩავხედავთ მაგალითად ასევე ამერიკის CDC-ის მონაცემებს, 31 ბავშვი ერთს აქვს აუტიზმის სპექტრის საშლილობა. ძალიან საინტერესოა, რომ აი თქვენ ახსენეთ ძალიან აქტიურად გარკვეულ მითებზე, ხო, აუტიზმის სპექტრის საშლილობასთან დაკავშირებით და ეს მითები ძალიან გაამყარა სულ რამოდენიმე თვის წინ ძალიან სერიოზულმა გამოსვლამ ამერიკის, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის, რომლებმაც განაცხადეს, რომ სერიოზული ეპიდემიოლოგია არის მსოფლიოში აუტიზმთან დაკავშირებით და შესაბამისად ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა. ეპიდემია კი არ არის, ანუ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა დღეს მსოფლიოში. პირველ რიგში შეიცვალა სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები და ჩვენ ვიცით, რომ 2013 წლიდან მაგალითად ამერიკამ შეცვალა საერთაშორისო კლასიფიკაცია და დღესდღეობით DSM-5-ში ცალკეული დიაგნოზები, რომლებიც ცალ-ცალკე გამოიყოფოდა, დღესდღეობით ცალ-ცალკე აღარ გამოიყოფა და ისინი ერთიანდება ერთი ჯგუფში, რომელსაც ქვია აუტიზმის სპექტრის საშლილობა. ხო, აი მანამდე ჩვენ მქონდა ბავშვთა აუტიზმი ცალკე, პერვაზული აშლილობა დაუზუსტებელი ცალკე, ვთქვათ, რეტის სინდრომი, ატიპური აუტიზმი და ასე შემდეგ. დღეს აუტიზმის სპექტრის საშლილობაში თავმოყრილია ყველა ის დიაგნოზი, რომელიც ადრე ცალ-ცალკე განიხილებოდა. რა თქმა უნდა, შეიცვალა სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები, რომლებმაც გააფართოვა ჯგუფი პრობლემების, შესაბამისად შედარებით მეტი ადამიანი ხვდება აუტიზმის სპექტრის საშლილობის, ასე ვთქვათ, ქუდქვეშ. საზოგადოების ინფორმირებულობა აუტიზმთან დაკავშირებით ძალიან გაიზარდა და ის შემთხვევები, რომლებიც ადრე აბსოლუტურად არადიაგნოსტირებული იყო, დღესდღეობით ძალიან აქტიურად გაკითხავენ. ამან გამოიწვია ასევე ისიც, რომ შედარებით გადმოიწია ასაკობრივმა კატეგორიამ და შედარებით ადრეულ ასაკში გვაკითხავს რეალურად პაციენტი, რომელიც ადრე დაახლოებით 4 წლის ასაკში გვაკითხავდა, იმიტომ რომ ცნობადობა იყო დაბალი. აქ მინდა კითხვა დაგისვათ დაახლოებით რა ასაკში მოყავთ პირველად ბავშვები თქვენთან და ახსენეთ რამდენიმე ტიპის კლასიფიკაცია, ასევე რომ გავმარტოთ მაყურებლისთვის, აი ICD და DSM-5 რას წარმოადგენენ? 2 წელი არის ის ყველაზე ესეთი გავრცელებული ასაკი, რომლის დროსაც მშობელი გვაკითხავს და მე ამას ვხსნი იმით, რომ 2 წელი მაინც არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვი უნდა საუბრობდეს და ჩვენ ვიცით, რომ აუტიზმის სპექტრის საშლილობის დროს ერთ-ერთი ყველაზე კარდინალური ნიშანი გახლავთ ენა და მეტყველების განვითარების შეფერხება და ამიტომაც ძირითადად ყველაზე ხშირად გვაკითხავენ სავარაუდოდ 2 წლის ასაკში. თავისთავად ინფორმირებულობის ამაღლების გამო, მაგრამ მაინც. მეორე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც თქვენ დასვით კლასიფიკაციებთან დაკავშირებით, შემიძლია ნამდვილად ასე
გავაზიაროთ ეს ინფორმაცია, რომ მსოფლიოში არსებობს ორი კლასიფიკაცია, ხო? კლასიფიკაცია, რომელსაც იყენებს მთელი მსოფლიო, თუ შეიძლება ასე ითქვა, საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომელიც არის ICD და DSM-5, DSM-ი, რომელსაც იყენებს ამერიკა მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის. ყველაზე საინტერესო არის, როგორ ხდება დიაგნოზის დასმა, იმიტომ რომ ხშირად მშობლები არ ენდობიან ფსიქიატრის მიერ დასმულ დიაგნოზს, რადგან გონიათ მათი სუბიექტური შეფასება. კლინიკური შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტირების პროცესში. მოდით ვთქვათ, ადრეული განვითარება თავისთავად, თუმცა კლინიკური ნიშნები ძალიან მრავალფეროვანია, მე არ ვიცი გვაქვს თუ არა დრო რომ ამაზე ვისაუბროთ, შედარებით უფრო მკვეთრად გამოხატული პირველი ნიშნები, რომლის გამოც გაკითხავენ რეალურად არის, რომ ბავშვს ძალიან უჭირს აქტიური კომუნიკაცია გარემოსთან, კომუნიკაციაში შედის ყურადღების მიქცევა, სახელზე რეაგირება, ზერითი კონტაქტის არარსებობა, კომუნიკაციის ბარიერები, დეფიციტი, დიახ, სოციალიზაცია კომუნიკაციის, ხო, სოციალური კომუნიკაციური ინტერაქციის პრობლემა არის ამ შემთხვევაში და ჟესტების გამოყენების დეფიციტი ენობრივი განვითარების შეფერხებასთან ერთად. ეს ძალიან ზოგადად, თორე ძალიან ბევრი სიმპტომატიკაა. ახსენეთ, საქართველოში მართლიანობა უფრო გაახალგაზრდა და მოყავთ ბავშვები უკვე არიან 2 წლის და დაახლოებით ამ ასაკში, ხო? ხშირად მშობლები თავს იკავებენ, იმიტომ რომ თვლიან, რომ ჯერ კიდევ პატარა ბავშვი გარკვეული ქცევები შეიძლება იყოს მაინც გამოსწორებადი და ასაკთან ერთად გაუმჯობესებადი. რა დროს უკვე უნდა შევშფოთეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ დროებითი პრობლემა, არამედ რეალური პოტენციური აუტიზმის სპექტრის ქცევითი ხასიათი. კი ბატონო, იცით რა, რეალურად ახლა პროფესიული კუთხით პირდაპირ გეტყვით, რომ 9 თვიდან უკვე არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომელიც ნამდვილად შესამჩნევია, ხო? თუმცა მე ვიტყოდი ასე, რომ პრინციპში პირველად მიმართვიანობას და კონსულტაციას წინ რა უდგას, ხო? ანუ ჩვენ თუ ხედავთ, რომ მაგალითად დაახლოებით 1 წლისთვის ჩვენ არა გვაქვს ძალიან აქტიური მზერითი კონტაქტი, თქვა დაახლოებით 2 წლისთვის არ არის მაგალითად სიტყვები და ისევ 1 წლისთვის ჯერ კიდევ თქვა არ არის ჟესტით მინიშნება, მზერითი კონტაქტზე უკვე ვთქვით, სახელზე რეაგირების კომპონენტი ვახსენეთ ჩვენ უკვე, ხო? არ არის გაზიარებული ყურადღება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც ძალიან გახარებულია, მან პრაქტიკულად ყველაფერი უნდა აჩვენოს და გაუზიაროს გარშემომყოფებს და ჩვენ ხედავთ, რომ ნებისმიერი სათამაშო შეთავაზება ან თუ თამაშის სურვილი, რომელიც შეიძლება ჩვენ ვქონდეთ, თავდება უბრალოდ სერიოზული უგულებელყოფით, იგნორით და ბავშვი პრაქტიკულად არ გვაქცევს ყურადღებას, ან ვაზიარებთ, ვაჩვენებთ რაღაცებს და ამ ყველაფერზე მისი რეაგირება არ არის. აი, თითი ჩვენებაზე რო ვახსენეთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ერთია რომ თითი ჩვენება არის, როდესაც რაღაცაზე მიგანიშნებს ბავშვი, მაგრამ მეორეა რომ რაღაცას უნდა გიზიარებდეს პარალელურად, ხო? ანუ მაგალითად უნდოდეს თკბილეული, მაგრამ მიგანიშნებდეს, როდესაც თვითფრინავი დაფრინავს, ან ჩეტი მიფრინავს, თქვა, ხო? ან როდესაც რაღაც უხარია, უნდა მოვიდეს თვალებში შემოქმედოს, გაგვიღიმოს და გაგვაგებინოს, რომ გაუხარდა და დაინტერესდეს ჩვენი უკავშირით, რომ ჩვენს მოგვეწონა ის, რაც მას მაგალითად ძალიან მოსწონს, აი ეს სოციალური კომუნიკაციური ინტერაქცია, თქვა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მკვეთრად დარღვეულია ხოლმე ასე დროს და რაც არ უნდა გამოგჩეს, ეს არის თამაში, რომელიც ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აი თამაში არ არის ასე ვთქვათ ფუნქციური. სამწუხაროდ ყველა ის ასპექტი, რომელიც ძალიან საინტერესოა ამ დაავადების გარშემო, ერთ-ერთში არ შეგვიძლია მოვიხილოთ, მაგრამ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მშობლებისთვის ერთგვარი მედიკამენტების თემა. და დღესდღეობით გავრცელდა რამდენიმე და სამეცნიერო კვლევებით ცრუ მედიკამენტები, როგორიც სხვადასხვა ვიტამინები და ასე შემდეგ, ამაზე თქვენ ალბათ უკეთ ისაუბრებთ, რომლებიც თითქოს კურნავენ აუტიზმის სიმპტომებს. რას ფიქრობთ ამაზე, როგორც ამ დარგში მომუშავე ექსპერტი, რამდენად ეფექტური არის ეს? ნახეთ, აუტიზმის სპექტრის საშუალებების შემთხვევაში ჩვენ თუ საუბრობთ იმას, რომ ეს არის
ნეირომრავალფეროვნება, თუ საუბრობთ იმაზე, რომ ეს არის გენეტიკურად დეტერმინირებული ნეიროგანვითარებითი დარღვევა, რომლითაც ადამიანი იბადება და თქვათ ეს არის ფუნქციონირების რაღაცა გარკვეული, ცალკეული მიმართულება, მაშინ რას მკურნალობთ, თქვათ, მკურნალობთ რაღაცა პერსონოლოგიურ მახასიათებელს, როგორც ასეთი, თქვათ, ხო? ამიტომ თუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მედიკამენტი გამოიყენება ძირითადი სიმპტომების სამართავად, მაშინ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ფიასკოსთვის არის განწირული, თქვათ, ეს მცდელობა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მედიკამენტი გამოიყენება აუტიზმის თანმდევი, თანაარსებული, თქვათ, პრობლემების სამკურნალოდ და სამართავად, როგორიც არის მაგალითად კუჭნაკლავის ტრაქტის პრობლემა, რომელიც ძალიან ხშირად არის ამ მდგომარეობის დროს, ეპილეფსიური გულყრები, ასევე ქცევის დარღვევები, თქვათ, ხო? კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში შეიძლება რომ მედიკამენტის გამოყენებაზე ვიფიქროთ. მე შეგნებულად არ მინდა ვისაუბრო კონკრეტული სახელწოდებებით მედიკამენტებზე, იმიტომ რომ ანტირეკლამაც რეკლამაა და ჩემი გამოცდილებით საკმარისია უარყოფითი ტენდენცია წავიდეს და მშობლები იწყებენ მაშინვე ძიებას მედიკამენტისა და შემდეგ მაინც იყენებენ ხოლმე. სერიოზული, ასე ვთქვათ, ბუმია დღეს მთელ მსოფლიოში და სხვა შორის ეს ტრამპიდან გამომდინარე არის. ერთ-ერთი მედიკამენტის გამოყენებაზე, რომელთან დაკავშირებითაც ნამდვილად არსებობდა გარკვეული კვლევითი მონაცემები, რომ ეფექტურია. დღესდღეობით, როგორც კი დაიწყეს ამ კვლევის უფრო დეტალური განხილვა და კვლევის მეთოდების კიდევ უფრო ღრმა განხილვა აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული კვლევის ჩატარების პროცესში და პირდაპირი მინიშნება მიეცათ კვლევის ავტორებს, რომ გადაიხედოს ეს მონაცემები და ის სტატია, რომელიც გამოქვეყნდა, აბსოლუტურად რეტრაქცირებულია. ასე რომ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით უთხრათ საზოგადოებას, რომ დღესდღეობით აუტიზმის სამკურნალო მედიკამენტი უბრალოდ არ არსებობს, ჯერჯერობით არ არსებობს. დასასრულს რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი მშობლებისთვის და რა ვიცი, რიგითი მოქალაქეებისთვის? ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანია, კი ბატონო, ჩვენ ვართ ტიპური განვითარების ადამიანები და იმ უბრალოდ უმრავლესობა და ამიტომაც ქვია ტიპური განვითარების ადამიანები, მაგრამ თუ ვინმე არის ატიპური ან განსხვავებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ნაკლები უფლება აქვს სრული პასუხისმგებლობით ან სრული უფლებებით სარგებლობდეს დღეს სოციუმში.